Prezident Აბას მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. Ტაძრების გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება, რომელიც საღვთო ლიტურგიით გრძელდება. გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. მარიამ აფციაური იმყოფება სიონის საპატრიარქო ტაძარში და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. მარიამ, გისმენთ. დღეს ნების შვიდეულის შაბათია. ეს არის მძიმე დღე, დიდი შაბათი, რატოსაც მოხდა მაცხოვრის საფლავად დასვენება. დღეს დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება დილიდან წირვალოცვა. სიონის საკათედრო ტაძარსა ჩვენ ახლა ვიმყოფებით. დღეს დილის 6 საათიდან აღევლინება ღვთისმსახურება და შეიძლება ითქვას, რომ დღეს დილიდან აქ არ წყდება მრევლის ნაკადი, აქ მოდიან იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ღვთისმსახურებაში და ასევე როგორც მრევლი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მოდიან იმისთვის, რომ პატივი მიაგონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მოილოცონ მის საფლავზე და წაიღონ ის მადლი, როგორც მრევლი ამბობს, წაიღონ ის მადლი, რაც პატრიარქს სულმუდამ თან სდევდა. წლევანდელი ნების შვიდეული დიდი შაბათი და შემდგომ უკვე აღდგომა განსაკუთრებით ემოციურია საქართველოსთვის. იქიდან გამომდინარე, რომ წელს პირველად 59 წლის შემდგომ აღდგომას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარეშე შეხვდება. დღეს ცისკარზე დილით იქნა გამობრძანებული გარდამოხსნა გალობლებთან ერთად, წმინდა ღმერთოს გალობით, ხალხთან ერთად, მრევლთან ერთად, ბაირაღებით, ხატებით, ჯვრებით იქნა შემოტარებული სამგზის ტაძრის გარშემო და შემდეგ ისევ ტაძარში ხდება შებრძანება გარდამოხსნის და მიბრძანება ღია აღსავლის კართან, საკურთხეველთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარი არ განშორებია ღვთის წიაღს, არ განშორებია მამა ღმერთს და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს, რომ ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის 64-ის კარი გაიღო და შემდეგ ისევ გარდამოხსნა ბრუნდება ცენტრალურ ტაძარში და ყველა მორწმუნეს აქვს საშუალება, რომ ემთხვიოს გარდამოხსნას. გუშინ იყო ქრისტეს ჯვარცმა და მთელი სოფლიო, მთელი მართლმადიდებელი სამყარო გლოვობთ ქრისტეს გარდაცვალებას და ველოდებით ქრისტეს აღდგომას, რომელიც მოგვიტანს ისევ სინათლეს და ახალ ცხოვრებას შუქნის უფალით თავის ქრისტეს აღდგომით, რომ გვეუბნება სიკვდილი იქნება დამარცხებული. ქრისტემ გამოიხსნა მთელი კაცობრიობა. ღმერთი ჯერ განკაცდა და შემდეგ ჯვარს ეცვა, ამაზე დიდი რა უნდა ყოფილიყო. გამოგვიხსნა ძველი ცოდვიდან და ადამის ცოდვიდან. და ჩვენ რა ვიცი, კაცობრიობა ამას ვერ ვიაზრებთ. მართლმადიდებლებსაც გვიჭირს ამის გააზრება. რამხელა რაღაცა გააკეთა უფალმა. დღეს საღამოს ყველა ტაძარში დაიწყება სააღდგომო ღვთისმსახურება, ხოლო სიონის საკათედრო ტაძარში 11 საათზე საზეიმო ლიტურგიას მეუფეშიო აღავლენს, რომელსაც პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მადლობა მარიამ აფციაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში.